და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვrtat ბრიფინგს მე შევახსენებთ სახალხო ბანკის დამფუძნებლები ქრონების დაბრუნების შესახებ ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებენ. ინტენსიურად ჩადაყენებთ საქმის კურსში ჩვენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ვითხოვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონსტრუქციული საუბრის შემდეგ თქვენ გაიგებთ ალბათ ძალიან დადებით შედეგებს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მოგეში ბრძანეთ. ეს ადამიანები დაიწყო განცხადებას და დამატებით ბატონ გიორგი დაახლოებით 2-3 კითხვას უპასუხეს შემდეგ. არა, იცით განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ იმასთან მათ ასე ვთქვათ ჩვენი კონსულტაციებიდან გამომდინარე დღეს განცხადებას არ წავიკითხავთ ჩვენ, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა განგიმარტოთ, რომ ფორმულირებები, რომლებიც იქნება სამხრივი შეხვედრის შემდეგ იქნება თქვენთვის ცნობილი და ბუნებრივია რომ ყველას მოსაზრებაა რომ სამხრივი ფორმულირებები არ გაჟღერდეს. ამიტომ ჩვენ განცხადებას დღეს არ ვაკეთებთ და რამოდენიმე კითხვაზე გიპასუხებთ. ძალიან შეიძლება დაანონსებული იყო რომ ჩვენ გავიგებდით ინფორმაციას დათმობის თუ ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში იყო სიტყვა ნახტები დათმობა ბანკის მაგრამ გოგნებით რომ ამ ინფორმაციას ვერ მივიღებთ. აქამდე თქვენ არ გქონდათ ამ იგივე ეროვნულ ბანკთან იგივე ლიბერტი ბანკთან შეხვედრა რომ ანონსის შემდეგ რომ გოგნებით რომ არაფერს გავიგებთ ეს ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. თქვენ იცით რომ საქართველოში დღევანდელი ხელისუფლებიდან ასე ვთქვათ არის მოწოდება იმისად რომ იყოს ასე ვთქვათ მოგვარებული ყველანაირი ის გაუგებრობა თუ პრობლემა რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო დაგროვილი მოლაპარაკებების გზით შესაბამისად ჩვენ ჩავთვალეთ რომ ამ გზით ბუნებრივია რომ ჯობდა საუბარი და ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ გაგიმარტოთ რომ ალბათ სავარაუდოდ 4-შაბათს 5-შაბათს ჩვენი საერთო განცხადება იქნება ალბათ ყველა მხარის თუ რას გეგმავთ სამომავლოდ და როგორ გადაწყდება ჩვენი ერთმანეთთან მოლაპარაკება. ძალიან დიდი ბოდიშით ყველას თხოვნა არის რომ თავი შევიკავოთ დღეს გამონათქვამებისთვის. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ესე ხდება ხოლმე. ძალიან დიდი ბოდიში. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ფორჯის ოფისიდან შევახსენებთ ხებთან ერთად ქრონების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ ლიბერტი ბანკის დამფუძნებლები და ისინი კონკრეტულ განცხადებას უკვე 4 შაბათს დააკეთებენ.